ნუ ამისთვის ხავთ ესტევაო, რომელმაც უნდა გვაჩვენოს დღეს თავისი ტექნიკა, აი ეს შესანიშნავად დაიმორჩილა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბურთი. ჩართო შეტევაში განაპირა მსველი ჩაწოდება და აი პირველი სახიფათო მომენტი, პირველი საგოლე მომენტი ვიტორ როკეს ჰქონდა შანსი, მაგრამ თამაშს არ აჩერებს. ესტევაოს ჩაწოდება სახიფათო მომენტია. თითქოს გაატარეს ბურთი ბოტაფოგოს მცველებმა, ვერ შეარჩიეს ზუსტად პოზიცია. ამჟამად დაწყმა მოხერხდა კიდევ ერთი დაწყმა დაიბლოკა. შაირკუნია ძალიან კარგად თამაშობს მარჯვნივ არტურზე ეს პასი ცოტა ნელია. არ არის არტური, მაგრამ მანამდე ნახოთ აი სტანდარტული როგორ გაათამაშებენ ამჯერად. ბევრი ჰქონდათ შანსი პალმერას ფეხბურთელებს, კუთხურიც არაერთი ჩააწოდეს, მაგრამ ხიფათი განსაკუთრებული ჯერჯერობით არ იქნება ჯონის კართან. ახაც ეს ჩაწოდება. იქ ვეყავს ვიტინიო. არტურის ჩაწოდება. გამოაქვთ ბურთი პალმერას მცველებს, ისევ არტური. სავარინო დაარტყა ცუდად. პავლო ფრეიტასი, აქ რაღაც მოიფიქრა, მაგრამ გამოუვიდა ეს ფინტი, გაგრძელდა შეტევა, მას შეუძლია წაიღო კიდეც დაარტყა და ძალიან ცუდად. ვიტინიო მითამაშა ძალიან კარგად დაცვაში. პიკერესმა მარჯვნივ გააგრძელა შეტევა დაარტყმა და გაიხსნა არა, არ გაიხსნა ზემოდან გადაცდა. ეს მომეჩვენა რომ ბურთი თითქოს შევიდა კარში. რიოსის დაარტყმა მართლაც კარგი იყო. აი სახიფათო მომენტიც ნახეთ. ტაიმის მიწურას. კარგად მოიპოვეს ბურთი პალმერას ფეხბურთელებმა, დაარტყმა ესტევაოსი და აი პირველი ზუსტი დაარტყმა და ჯონი ძალიან კარგად თამაშობს ამ სიტუაციაში. მაურისიო ცდილობდა ბურთის მიღებას, ის ძალიან პასიური იყო. პირველ ტაიმში პრაქტიკულად არ გვიხსენებია და არც გვინახავს საქმეში მაურისიო იშვიათად ეხებოდა ბურთს. სახიფათო მომენტი კიდევ ერთი. ჯაი. ალანი თამაშობდა, რიოსი. კარგი პასი, უზუსტესი პასი ესტევაოს მისამართით, შეუძლია ცენტრისკენ წამოსვლა და დაარტყმა ესტევაოს. ამას აკეთებს ზუსტად და ამჯერად ჯონი თუ ძელი. აი აქ გაუშვა ბურთი თამაშგარემ იყო თამაშგარემ მდგომარეობა. ლუიჯი პიკერესი ჩართო შეტევაში, პიკერესის ჩაწოდება დაარტყმა და ჯონმა რა ბურთი აიღო. ბევრი ვერ უტევენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საჯარიმოში უკვე შევიდნენ ლუიჯი. თავად ურტყამს რიკოშეტი და კიდევ ერთი კუთხური. აუშვა მაღალი ბურთი, ისევ ჯონი თამაშობს და ამით სრულდება. მეორე ნახევარი გვექნება დამატებითი ტაიმები. არა, გაუშვა არტური კორეამ და თვითონ შეასრულებს. ისევ მაღალი ბურთი, დაარტყმას ვერ ახერხებს აქ იგორ ჟესუსი. რიოსი მაშინ კარგი დაარტყმა შორიდან მეორე გასროლა მისი დღევანდელ შეხვედრაში, ისევ იმ კარშიოს დაარტყა პირველ ტაიმში. ამჯერად მეკარეს მოუწია თამაში ჩართო. კარგი მოძრაობა შეიძლება დაარტყა და გაიხსნა ანგარიში. ბრწყინვალე შესრულება პაულინიოსი. აქ უკვე ჯონმა ვეღარ გადაარჩინა თავისი გუნდი. ძლიერ დარტყმებს ჯონი იგერიებდა, მაგრამ ასეთი რბილი ტექნიკური ზუსტი დარტყმის მოგერიება ვეღარ შეძლო. მეორე გოლი პაულინიოსი ამ ტურნირზე. გაუფრთხილდნენ ცოტა დასჭირდებათ მეოთხე ფინალში. ესტევაო. შესანიშნავი რეიდი ჰქონდა პაულინიოს. დარტყმის იმიტაციით დააბნია მცველები, მერე შეიწია შიგნით და ურბილესი დარტყმით მარცხენა ფეხით გაიტანა. შეტევა დაიწყო რიოსმა. სამ ფეხბურთელს შორის კონცო. მაიკემ მოაშორა კუიაბანო. დარჩა ორი, ბარბოსა ბურთს. ბარბოსას მოხვდა, ბარბოსას შეეხო ბურთი. შეუცვალა მიმართულება და ვეღარ მიცვა ბურთს ჯონი. ვეღარ მოასწრო რეაგირება აი რიკოშეტის შემდეგ. ხო, ბარბოსამ დააბნია არა მარტო თავის მეკარე, არამედ მსველიც. კაიოც, რომელსაც ფეხებს შორის გაუძვრა ბურთი. ვერ შეძლო მისი შეჩერება. ნიუტონ შემთხვევით არ გვიჩვენებდნენ, ვინც მოატყუა, იყო სწორედ ნიუტონი პაულინიო. ტრაგიკული სახე ბოტაფოგოს ფეხბურთელების, მაგრამ დრო არის საკმარისზე მეტი იმისთვის, რომ გაათანა ბრონ ანგარიში.
ჟეზუსმა ჩაწოდება კიდევ ერთი მოგებული საჰაერო დუელი, ამჯერადაც არაზუსტი დარტყმა. პალმეირასის ფეხბურთელები კორეა. კორეას მიხავს თავისი გუნდის თამაში, ის არის ორგანიზატორი ყველა შეტევის. დარტყმა შორი მანძილიდან ძალიან სახიფათო, მაგრამ არაზუსტი. ჩაწოდება შორძელთან დარტყმა გარედან ხდება. ბურთი ბადეს. გადაცემა საჯარიმაში. ლუიჯი. და აგდო ბურთი დარტყმა პირდაპირ მეყარეს. ჯონი ვერ ხედავს თავისუფალ მოთამაშეს წინ და აჩერებს თამაშს. საჯიკ შეჯახება იყო მოედნის ცენტრში. ერთ-ერთისთვის იქნება წითელი ბარათი და ეს არის გუსტავო გომესი. ნახოთ ეს მომენტი. გუსტავო გომესი იჭერს კი აქცია და მერე ხელს არ უშვებდა. კარისკენ დარტყმა არ მოხერხდა. გადმოგდებულ ბურთზე კაიო. შორი მანძილიდან დარტყმა არაზუსტი. კუთხური. ლუიჯის სად უნდა დადგეს და სად არ შეუძლია დადგმა ჩაწოდება. დარტყმა ვევერტონი და აქ დაიჭირა ვევერტონმა ბურთი, მაგრამ ძალიან გაირთულეს საქმე პალმეირასის მცველებმა და მეკარემ. აქ ხელით თამაშზე მიუთითებს ბარბოსა საჯს. ექიმები მიიხმო ლეტექსიებ. ფუქსი აი აქ ხელი მე მგონი თამაშის დამთავრებას ითხოვენ. დამთავრებას ფეხბურთელები და დაამთავრა. გოლის ავტორი პაულინიო ალბათ ყველაზე მეტად გახარებული, თუმცა უხარია თელს პალმეირას გულშემატკივრებს ნახეთ რა დღეში არიან.